Დენიმე დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ ვიტორიო სელას იტალიელი მოგზაურის და ფოტოგრაფის შესახებ, რომელმაც მე-19 საუკუნის 90-იანი წლების სვანეთის და რაჭის ცხოვრების უნიკალური კადრები შემოგვინახა. დღეს კი გადავწყვიტე, რომ ქართველი ფოტოგრაფის ნიკოლოზ საღარაძის ასევე უნიკალურ კოლექციას გადავავლოთ ერთად თვალი. ფოტოებზე მე-19-მე-20 საუკუნეში საქართველოში მოღვაწე მწერლებს, მსახიობებს, რეჟისორებს და საზოგადო მოღვაწეებს აღმოაჩენთ. საბედნიეროდ ფოტოგრაფმა თავის არქივიდან 15 ფოტოალბომი, 7000-ზე მეტი ფოტო და 150-მდე მინის ნეგატივი სრულიად უსასყიდლოდ საჩუქრად საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა. მაგალითად, ახლა დაინახავთ ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ფოტოს, რომელიც ძალიან ცნობილი ფოტოა და არ ვიცოდი, რომ ამ ფოტოგრაფის კოლექციიდან იყო. ახლა გაჩვენებთ ნოე ჟორდანიას კადრებსაც და აქ მარტო ვხედავთ ნოე ჟორდანიას, თუმცა შემდეგ ფოტოს ასეთი წარწერა ახლავსთან ნოე ჟორდანია უცნობი ქალბატონების გარემოცვაში. კოლექციაშია შიო მღვიმელის, აკაკი ხორავას, სანდრო ახმეტელის, ისიდორე კვიცარიძის ფოტოები, სხვათა შორის ისიდორეს მწერალს და გამომცემელს ქუთაისში წიგნის მაღაზია ჰქონია გახსნილი და აი ფიქრობ, რომ მისი ფოტო ძალიან შთამბეჭდავია, რომელსაც ახლა ჩვენი მაყურებელი კადრში ხედავს. შესაძლოა ნიკოლოზ საღარაძის კოლექციის დიდი ნაწილი ჩვენთვის აქამდე უცნობი იყო, თუმცა ახლა ვახო და ბაბი გაჩვენებთ იმ ფოტოს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი ფოტოა მისი კოლექციიდან, ლიტერატურული საღამოს მონაწილეები ქუთაისი 1914 წელი და ფოტოზე ვხედავთ ვის, ხო, ახალგაზრდა გალაქტიონ ტაბიძეს, შუაში აკაკი წერეთელს, ასევე კონსტანტინე გამსახურდიას, ტიციან ტაბიძეს, დავით კლდიაშვილს. ეს ყოფილა იროდიონ ნევდოშვილის ლიტერატურული საღამო. მწერლებს და პოეტებს იმ დროს დიდებული ფოტოგრაფია სწორედ ნიკოლოზ საღარაძე მოუხმიათ და ეს ისტორიული ფოტოც ერთ-ერთ ბაღში გადაუღიათ. სხვათა შორის წლების შემდეგ ძვირფასი კაცი ყოფილა და ნამდვილად და არ ვიცოდით. ვახო, კიდე ერთ ფოტოს გაჩვენებ, რომელიც შემოვინახე და სხვათა შორის აი ამ ფოტოს შესახებ წლების შემდეგ დღიურში ვინ თუ არა გალაქტიონ ტაბიძე ვრცელ მოგონებას უძღვნიდა ამ ფოტოს გადაღებას და წერდა, რომ ტიციანს ახლად შეკერილი კოსტიუმი აცვია, გიმნაზია SS-ა დაამთავრა, აკაკი ჯოხსია დაყრდნობილი, სახე დიდებულად აქვს, გამოირჩევა ყველასგან, სხვებს არტისტული პოზა დაუჭერიათ და ნახეთ რას წერს ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ მხოლოდ. გამსახურდიასაც მოუსწრია კოსტიუმის შეკერვა, ყველაზე მეტად უფულოები მთელ ამ წრეში მაინც მე და ევდოშვილი ვიყავითო, წერდა პოეზიის მეფე გალაქტიონი. რაც შეეხება თავად ამ ისტორიული ფოტოს ავტორს, ნიკოლოზ საღარაძეს დაიბადა დაბა ხონში, ფოტოგრაფიით 12 წლის ასაკში დაინტერესებულა, მას შემდეგ რაც მამინაცვალს მისი სიძის ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიაში გაჰყოლია და იმდენად დიდი ყოფილა მისი მხრიდან ინტერესი, რომ მაშინვე გამხდარა მიხაილოვის მოსწავლე, მალევე თანაშემწეც და მასწავლებლის მსგავსად საღარაძეს ძირითადად სტუდიური ფოტოგრაფიით ყოფილა დაკავებული, ასევე იღებდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რაც ქუთაისში იმართებოდა და აი გაჩვენებთ კიდეც ერთ-ერთ მათგანს, გვირილობის დღე ქუთაისში. ამავე დღესაა აღბეჭდილი შემდეგი კადრიც, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს, ეკატერინე შენგელაია, რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას დედა და სონია ტკეციშვილი, რომელიც ქუთაისში 1912 წელს გამართული სილამაზის კონკურსის გამარჯვებული ყოფილა და ეტლში ვხედავთ ამ ქალბატონებს. საღარაძემ უნიკალური კადრები აღბეჭდა თბილისშიც, მუშაობდა ფოტოგრაფად გაერთიანება საქფოტოში, 10 წლის განმავლობაში კი მდიდარ გამოცდილებას უზიარებდა ბავშვებს პიონერთა სასახლის ფოტოწრეში და როგორც დასაწყისშივე გითხარით, მან 1947 წელს ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიაში 10 წლეულების განმავლობაში შექმნილი ეს უნიკალური კოლექცია ეროვნულ არქივს თავად გადასცა საჩუქრად. საბედნიეროდ ეს არქივი არსებობს, აი იმ შემონახულ ერთ ფოტოს გაჩვენებთ. ბოლოს, რომელიც ვახოს წესით კარგად უნდა ახსოვდეს, იმიტომ რომ ერთხელ გამოცნობანაში ვისაუბრეთ სწორედ ამ კადრის შესახებ, ამ ფოტოს გამორჩეული ისტორია აქვს და ისიც სწორედ ნიკოლოზ საღარაძის უნიკალური კოლექციის ნაწილი ყოფილა. მწერალი, დრამატურგი, მსახიობი შალვა დადიანი კუბოში და თავად მაყურებელს შევახსენებ ამ ისტორიასაც, თავად ფოტოგრაფის ამბობის მიხედვით, ასეთი ამ ფოტოს გადაღების ისტორია. შალვა დადიანმა ქუთაისის თეატრისთვის ისესხა თანხა, თუმცა დათქმულ ვადაში ვალის გადახდა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ მან საკუთარი გარდაცვალების სცენის დადგმა გადაწყვიტა და თამაშს მისთვის სასურველი შედეგი ნამდვილად მოუტანია, იმიტომ რომ მას ვალი აპატიეს. თუმცა ეს ისტორია შემდეგ ალბათ არ გაგიკვირდებათ წლების
განმავლობაში სასაცილოდ და საქილიკოდ ქცეულა, როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში. ეს კითხვა გამოიცანით ჩვენ. ეს კითხვა ნამდვილად გამოიცანით და მე არ მეგონა რომ გამოიცნობდით, თუმცა ვახოდან უცა იყვნენ როგორც მახსოვს. გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია ეს ფოტოები, დააკვირდით კომპოზიციურად როგორი გამართული და კარგად შესრულებული ნამუშევრები არის. ანუ გარდა იმისა, რომ აღბეჭდილია თვითონ ამბავი, ისტორია და ისტორიული პერსონები, ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად და ლამაზად. შემოქმედებითად არის აშკარად შემოქმედებითად ეს ფოტოები და თითქოს ვერც ვიჯერებთ, რომ ძალიან ბევრი წლის წინ არის გადაღებული. ძალიან ბევრი წლის წინ, ესეთ გაბრაჭულ მდგომარეობაში რომ პოზირებს ფოტოგრაფთან, სხვათა ჩემთვის იმ პერიოდისთვის ალბათ ძალიან ესეთი მოვლენა იყო. ხო, ესეც ციტამამე იყო ალბათ ფოტოგრაფთან. აუცილებლად გადაგიღებ და ბაბი შენც. დიდი შემორჩებოდა ასე ისტორიას დედა ჩემი ფოტოც რა საინტერესო. მადლობა შენ რომ ძალიან ძვირფასი ადამიანი გაგვაცადით. თურმე ვიცოდით მისი ფოტოები, მაგრამ არ ვიცოდით მისი კოლექციიდან იყო.